გალია იქ ეგდო, სადაც მსუქანმა ხელიდან გამოგლიჯა. კარი ღია იყო, ვირთხა გაქცეულიყო. დაე გაიფიქრა გოგონა, ვირთხაც იმსახურებდა თავისუფლებას. სხვა გზა არ ჰქონდა. საშა იძულებულიყო თავისი გამტაცებლის აერთწინაღით ესარგებლა. აერთწინაღს თითქოს ჯერ კიდევ აზდიოდა პატრონის დამყაყებული სუნი, მაგრამ საშა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. გაუმართლა, რომ სუქანმა სანამ ტყვია შუბს გაუხრეთ და მოასწრო ნიღბის მოხსნა. შუახიძე რადიაციულმა ფონმა ისევ ძალიან მოიმატა. პრეზიდენტის უშველებელი კოსტუმი, რომელშიც ისე ფართხალებდა როგორც ტარაკანის მატლი ჭიის პარკში, სასწაულებრივად უჩერდებოდა ტანზე. აერთწინაღი კი, მიუხედავად იმისა, რომ სუქანის ფართო სახეზე იყო გაწელილი, მაინც მიეკრო გოგონას სახეზე. საშა ცდილობდა რაც შეიძლება მაგრად შეებერა სული, რომ აერთწინაღის მილებიდან და ფილტრებიდან კვდრის კუთვნილი ჰაერი გაედევნა. გოგონა აქეთ-იქით იყურებოდა აერთწინაღის დაურთქლელი მრგვალი შუშებიდან და არტოვებდა შეგრძნება, რომ უბრალოდ ვიღაცის დამცავი კოსტუმი კი არ ჩაიცვა, არამედ ცხვრის ტყავში შეძვრა. სულ რაღაც 1 საათის წინ მის წასაყვანად მოსულ დემონს ეცვა ეს კოსტუმი. ახლა კი იმისათვის, რომ ხიძე გადასულიყო, თითქოს მასაც მოუწია იმავე დემონად გადაქცევა, რომ მისი თვალით დაენახა სამყარო. იმ ადამიანების თვალითაც, რომელმაც ის და მამა კოლომენსკაიაზე განდევნეს, სადაც ამდენი წლის განმავლობაში ცოცხლებს მხოლოდ იმიტომ ტოვებდნენ, რომ მათი გაუმაძღვრობა სიძულვილზე ძლიერი იყო. საინტერესოა ასეთ ადამიანებში, რომ გაერიოს საშასაც მოუწევს შავი რეზინის ნიღბის ტარება? მანაც უნდა მოაჩვენოს თავი სხვად უსახო და უგრძნობ ადამიანად? გოგონას ძალიან უნდა დაეფიქრა, რომ ეს ორი ადამიანი შემთხვევით კი არა მის სასაყვანად იყო სადგურზე მოსული, მაგრამ იცოდა, რომ ასე არ იყო. უჭირდა გამოეცნო, რატომ გაიყოლეს თან გასართობა ციბრარულის გამო? თუ იმიტომ, რომ ერთმანეთისთვის რაღაც დაემტკიცებინათ? მოხუცის ყოველ სიტყვაში თანაგრძნობა იგრძნობოდა, თუმცა მოხუცი თავისი თანამგზავრისკენ აპარებდა თვალს, თითქოს ეშინოდა, რომ ადამიანურობაში ამხელდნენ. მეორეს კი, რომელმაც ნება დართო მათთან ერთად უახლოეს დასახლებულ სადგურამდე მისულიყო, ერთხელაც არ მიუხედავს მისკენ. გოგონამ განზრახშიანელა სიარული და ცოტათი ჩამორჩა, რომ დაუბრკოლებლად შეესწავლა უკნიდან. წინ მიმავალმა აშკარად იგრძნო გოგონას მზერა. დაიძაბა, გასწორდა, თავი გააქნია, მაგრამ უკან არ მიუხედავს. ვითომ თანაუგრძნო გოგოს ცნობის მოყვარეობას თუ არ მოინდომა, მისი არსებობა შეემჩნია. ძლიერ აღნაგობასა და სიუხეშაში, რამაც მსუქანი შეცდომაში შეიყვანა, მებრძოლი და მარტოხელა ადამიანი იკითხებოდა. საქმე არა მხოლოდ მის სიმაღლესა და განიერ მხრებში იყო, მისგან ძალა მოდიოდა, რითაც ნებისმიერს აიძულებდა მორჩილებას. ხოლო წინააღმდეგობის გამწევს დაუფიქრებლად გაანადგურებდა. დიდი ხნით ადრე, სანამ ამ ადამიანის მიმართ შიშს საბოლოოდ დაძლევდა, სანამ დაიწყებდა მასში თუ საკუთარ თავში გარკვევას, ახლად გაღვიძებული ქალის უცნობმა ხმამ მტკიცე დაუწყა საშას, რომ თავადაც დაემორჩილებოდა მის ძალას. დრეზინა საოცრად სწრაფად მიდიოდა. მთელ სიმძიმეს ბრიგადირი იღებდა თავის თავზე. მოხუცი, რომელიც მეორე მხარეს იდგა, თვითონაც ამოძრავებდა ხელებს ზემოთ-ქვემოთ, მაგრამ ბერკეტების წინააღმდეგობას თითქმის ვერ გრძნობდა. ძალა საერთოდ არ ეხარჯებოდა. მეტროს მიწის ზედა გადასასვლელი მრავალფეხასავით გადადიოდა მუქ შესქელებულ მდინარეზე. მის რკინის ზულებს ბეტონის ხორცი ჩამოსცულოდა, თათები ეკეცებოდა, ორიდან ერთი ხერხემალი ჩამონგრეოდა. ეს უტილიტარული და ხანმოკლე სიცოცხლისთვის განწირული გადასასვლელი ისევე უშნო იყო, როგორც მოსკოვის სტანდარტული ახალშენი გარეუბნები. თუმცა მასზე გადასვლისას აღფრთოვანებული ჰომეროსი გვერდებზე იყურებოდა და პეტერბურგისა და კრიმსკის აჟურულ ხიდებს იგონებდა. მეტროში 20 წლიანი ცხოვრების განმავლობაში ის მხოლოდ 3 ჯერ იყო ასული ზემოთ და ყოველ ჯერზე ცდილობდა იმაზე მეტი დაენახა, ვიდრე შესაძლებელი იყო. ახლაც ცდილობდა გაეცოცხლებინა მოგონებები ქალაქზე, მიემართა დროისგან დაბინდული თვალის ობიექტივი და გაიხსნა მხედველობით მეხსიერების დაჟანგული საკეტი. სამომავლოდ შეეგროვებინა მოგონებები, იქნებ აღარც გამართლებოდა და ვეღარასოდეს მოხვედრილიყო ზემოთ კოლომენსკაიასზე, რეჩნოი ვაგზალზე და ჭოპლის სტანზე, ამ საოცრად ლამაზ ადგილებზე, რომელთა მიმართაც სხვა მოსკოველების მსგავსად ოდესღაც უსამართლო ზიზღით იყო განწყობილი. მისი მოსკოვი ბერდებოდა, იშლებოდა, იფიტებოდა. ჰომეროს მოფერებოდა ნახევრად დაშლილ მიწისზედა გადასასვლელს, ისევე როგორც გოგონა მიეფერა
უკანასკნელად სისხლისგან დაცლილ მამაკაცს კოლომენსკაიაზე. მოფერებოდა ხიდსაც, ქარხნების შენობების კიდეებსაც, დაობლებულ საცხოვრებელ სახლებსაც. მოუნდა ხელით შეხებოდა მათ, რათა ეგრძნო, რომ ნამდვილად მათ შორის იყო და სიზმარში არ ხედავდა, დამშვიდობებოდა მათ. სინამდვილეში სქელ ღრუბლებში ვერცხლისფერი მთვარის შუქი ვერ ატანდა და მოხუცი უფრო წარმოიდგენდა, ვიდრე ხედავდა. ჭვრეტაში გართულ ჰომეროს სხვა აღარაფერი ახსოვდა, აღარც ლეგენდები, აღარც საიდუმლო დღიური. ისე იქცეოდა, როგორც ბავშვი ექსკურსიაზე. აშტერდებოდა ცანთამბჯენების გადღაბნილ სილუეტებს და რაღაცას ხმამაღლა ელაპარაკებოდა თავის თავს. ხიდზე გადასვლა დანარჩენებს არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებდა. წინ მჯდარი ბრიგადირი დროდადრო ყურს უგდებდა ქვემოდან მომავალ ხმებს. გოგონა ჰანტერის ზურგს უკან იჯდა და რატომღაც ორივე ხელით აირწნახს ჩაფრენოდა. ადვილი შესამჩნევი იყო, ზემოთ თავს უხერხულად გრძნობდა. სანამ რაზმი გვირაბში მიდიოდა, გოგონა საკმაოდ მაღალი ჩანდა, მაგრამ გარეთ გავიდნენ თუ არა დაპატარავდა, თითქოს უხილავ ნიჟარაში ჩაიმალა. ხიდიდან გადაშლილ ლანდშაფტს ყურადღებას არ აქცევდა. თავის ფეხებთან იატაკს მშტერებოდა. სადგურ ტექნოპარკის ნანგრევები გაიარეს, რომლის შენობაც ზუსტად ომის დაწყებამდე დაიწყეს და რომელიც დარტყმებმა კი არა, უფრო დროის დინებამ დაანგრია, როგორც იქნა გვირაბს მიუახლოვდნენ. მისი შესასვლელი სრულ უკუნეთში იყო ჩაფრული. სკაფანდრი ჰომეროსისთვის ნამდვილი აბჯარი იყო, ხოლო თვითონ შუა საუკუნეების რაინდი, რომელიც ზღაპრულ გამოქვაბულში დრაკონის სამფლობელოში შედიოდა. ღამის ქალაქის ხმაური მისი ბუნაგის ზღვრებთან დარჩა. იქ, სადაც ჰანტერმა დრეზინის მიტოვება ბრძანა. ახლა მხოლოდ სამი მგზავრის ფრთხილი ნაბიჯების ხმა და ტუბინგებიდან ექოდ არეკლილი მათი სიტყვები ისმოდა. თუმცა ამ ჟღერადობაში რაღაც უჩვეულოც იგრძნობოდა. ჰომეროს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მინის ბოთლში მისი ვიწრო ყელიდან შეძრუნენ. დაკეტილია, დაადასტურა ჰანტერმა მისი ეჭვები. ჰანტერის ფანჯრის შუქმა პირველმა იპოვა ბოთლის ფსკერი. ყრუ კედელში დაკეტილი ჰერმეტული ჭიშკარი გამოჩნდა. ჭიშკრის მომტრეული რელსი ოდნავ პრიალებდა, მასიური ანჯამებიდან ყავისფერ საფოხს გამოეჟონა. აქვე ეყარა ძველი ფიცრები, მშრალი ტოტები, მუგუზალი, თითქოს ვიღაცას არც ისე დიდი ხნის წინ კოცონიენთო. ჭიშკარი როგორც ჩანს გამოიყენებოდა, მაგრამ მხოლოდ გარეთ გასასვლელად. გარედან არც ზარი ჰქონდა და არც სხვა რაიმე მოწყობილობა. ბრიგადირი გოგონას მიუბრუნდა. აქ ყოველთვის ასეა? ზოგჯერ გადმოდიან ჩვენთან მეორე ნაპირზე სავაჭროდ, მეგონა დღეს საშა თითქოს თავს იმართებდა. იცოდა, რომ შესასვლელი არ იყო და მალავდა. ჰანტერმა ჭიშკარს მაჩეტეს ტარი დაუშინა, მაგრამ უსქეს ფოლადზე მჟღერი გუგუნის ნაცვლად სუსტი წყარუნი გაისმა. შიგნით ვინმე რომც ყოფილიყო, ალბათ მაინც ვერ გაიგონებდა ამ ხმას. სასწაული არ მოხდა, არავინ უპასუხა. საშა იმეც არ კარგავდა, რომ სასწაული მაინც მოხდებოდა და მისი თანამგზავრები შეძლებდნენ ჭიშკრის გაღებას. ეშინოდა ეღიარებინა, რომ დიდ მეტროში შესასვლელი დაკეტილია. ეშინოდა, რომ ისინი სხვა გზით წასვლას გადაწყვეტდნენ და მას იქ დატოვებდნენ, სადაც იპოვეს. ჩანდა დიდ მეტროში მათ არავინ ელოდა. ჰერმეტული საკეტის გატეხა კი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა. თავგადაპარსულმა სარქველი საგულდაგულოდ დაათვალიერა, იქნებ სუსტი ადგილი ან საიდუმლო საკეტი ვიპოვო, მაგრამ საშამ იცოდა, რომ ამ მხრიდან არანაირი საკეტი არ იყო. კარი მხოლოდ შიგნიდან იღებოდა. აქ იყავით, დასაზვერად წავალ, მეორე გვირაბში შევამოწმებ საკეტებს, სავენტილაციო შახტებს მოვძებნი. დაიყეფა მან, გაჩუმდა და მერე რატომღაც დაამატა. დაუბრუნდები. ჰანტერის წასვლის მერე მოხუცმა მიმოყრილი ფიცრები და ტოტები წამოკრიფა და მინავლებული ცეცხლი გააღვივა. მერე პირდაპირ შპალებზე ჩამოჯდა და ზურგჩანთა გაქექა. საშა გვერდით მიუჯდა, ჩუმად ადევნებდა თვალყურს. მოხუცმა გაცვეთილი და ჭუჭყიანი როეული ამოიღო. ფრთხილად გახედა გოგონას, გვერდზე გაიწია და ფურცლისკენ დაიხარა. უცებ ელდანაკრავივით წამოხდა და ბებრულად მიირბინა გვირაბის გასასვლელთან. დარწმუნდა, რომ ბრიგადირი ნამდვილად წასულიყო და შვებით ამოისუნთქა. ზურგით ჭიშკარს მიეყრდნო. საშას გამოშორებით დაჯდა და თავი ჩარგო საკითხავში. უცნაურად კითხულობდა, რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებდა. მერე ხელთათმანები მოიხსნა. წყლიანი მათარა ამოიღო და რატომღაც თავისი რვეულის
დანამოს შეუდგა. კიდევ ცოტა წაიკითხა და ხელები შარვალზე შეიწმინდა. მერე შუბლში შემოიკრა ხელი. რატომღაც აერთწინახსაც შეეხო და ისევ კითხვა განაგრძო. მისი მღელვარება საშასაც გადაედო. თავისი ფიქრები გადაავიწყდა და ახლოს მიუჩოჩდა. მოხუცი ისე გართული იყო, რომ გოგონას მიახლოება არ შეუმჩნევია. მისი გაუფერულებული მომწვანო თვალები კოცონის შუქზე აერთწინახის მინებიდან ავადმყოფურად ელავდა. დრო და დრო თავს ასწევდა და კითხვას მოწყვეტილი ფრთხილად გახედავდა შავიცის ნაწილს გვირაბის ბოლოს, რომელსაც არაფერი ეფარებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავგადაპარსული არ მოდიოდა. აი მაშინ კი რვეული მთლიანად ჩთანთქავდა მას. საშა მიხვდა, რომ მისი თანამგზავრი სისხლისგან შეწებებულ ფურცლებს დასაშორიშორებლად ნამავდა. ჩანდა ფურცლები არ ემორჩილებოდნენ, რადგან ერთხელ ისე წამოიყვირა, თითქოს ხელი გაიჭრაო. თურმე ერთი ფურცელი გაეხა. მოხუცმა შეიგინა და გოგონას ცდობის მოყარე მზერა მაშინღა შეამჩნია. შეშფოთებულმა სწრაფად გაისწორა აირწინაღი და დღიურს მიუბრუნდა. სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა, გოგონასთვის სიტყვაც არ უთქვამს. მერე კოცონთან მიირბინა და როელს შიგ ჩაუძახა. საშას არ უყურებდა და მანაც იგრძნო. ახლა გამოკითხვას აზრი არ ჰქონდა, ან მოატყუებდა, ან საერთოდ გაჩუმდებოდა. თანაც გოგონას ახლა სხვა რამ უფრო აღელვებდა, მაგალითად ის, რომ თავგადაპარსული თითქმის 1 საათის წინ წავიდა და ჯერაც არ დაბრუნებულიყო. იქნებ მიატოვა თანამგზავრები როგორც ზედმეტი ტვირთი. საშა მოხუცს მიუჩოჩდა და ჩუმად ამცნო. მეორე გვირაბიც დაკეტილია, ახლო-მახლო ყველა შახტა დაგმანულია. ჰომეროსი ისე დაიბნა, რომ ძლივს გაიაზრა გოგონას ნათქვამი. ის იპოვის გზას, რომ შიგნით შეაღწიოს. მას ალღუ აქვს. მოხუცი გაჩუმდა და წუთის შემდეგ ჰკითხა: რა გქვია? ალექსანდრა, მიუგო გოგომ. შენ? ნიკოლაი. დაიწყო მან და ხელი გაუწოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ხელი უკან გასწია და თქვა: ჰომეროსი, მე ჰომეროსი მქვია. უცნაური მეტსახელია, თქვა საშამ. ეს სახელია, მკაცრად შეუსწორა ჰომეროსმა. ღირს აუხსნას, რომ სანამ მათთანა კარს არ გაუღებენ, ხოლო ჰომეროსისა და თავგადაპარსულისთვის შეიძლება გაეღოთ კიდეც, მაგრამ კოლომენსკაია საშას არ გაუშვებს. ეს სასჯელია იმის გამო, როგორც მამას მოექცა. გოგონა გაიქცა, ჯაჭვი დაჭიმა, მაგრამ მისი გაწყვეტა ვერ შეძლო. სადგურმა ერთხელ უკვე დაიბრუნა და მეორედაც დაიბრუნებს. როგორც უნდა ეცადა ამ ფიქრებისა და წარმოდგენების განდევნა, ისინი სისხლის მსმელი მწერებივით ხელის გაწვდენაზე მიფრინავდნენ, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ და თავს დასტრიალებდნენ, ყურებსა და თვალებში უძვრებოდნენ. მოხუცმა კიდევ რაღაც ჰკითხა საშას, მაგრამ გოგონამ არ უპასუხა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ყურებში კი მამის ხმა უმეორებდა. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. ახლა სრულად ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა. ის, რაც ტულსკაიაზე ხდებოდა, ჰომეროსისთვის საიდუმლო აღარ იყო. ყველაფერი იმაზე მარტივი და საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ კიდევ უფრო საშიში ახლა იწყებოდა, როცა ბლოკნოტი გაშიფრა. დღიური ჰომეროსისთვის შავ ნიშნად იქცა, ერთი მიმართულების ბილეთად, რომლის დაწვაც კი ვერაფერს შეცვლიდა. გარდა ამისა, ჰანტერთან დაკავშირებული მისი ეჭვებით საკმაოდ საფუძვლიანი ცალსახა მტკიცებულებებით გამყარდა. თუმცა მოხუცს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ მტკიცებულებებისთვის რა უნდა ექნა. ის, რაც დღიურში წაიკითხა, სრულიად ეწინააღმდეგებოდა ბრიგადირის მტკიცებებს. ბრიგადირი იტყუებოდა და სრულიად შეგნებულად. მოხუცს ტყუილის მიზეზი უნდა გაერკვია. ამაზე იყო დამოკიდებული, გაჰყვებოდა თუ არა ჰანტერს და თავგადასავალი გმირულ ეპოსად იქცეოდა თუ კოშმარულ ბრძოლად, რომელსაც ცოცხალი მოწმე არ დარჩებოდა. პირველი ჩანაწერი იმ დღით თარიღდებოდა, როდესაც ქარავანმა დანაკარგის გარეშე გაიარა ნაგორნაია და ტულსკაიაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევიდა. ტულსკაიამდე გვირაბები წყნარი და სუფთაა. სწრაფად მივდივართ. კარგი ნიშანია, მეთაური ვარაუდობს, რომ ხვალ ნამდვილად უკან ბრუნდებით. იუწყებოდა დღიური, რომელიც პერიოდულად განახლდებოდა. ტულსკაიაზე შესასვლელთან დარაჯები არ დგანან. მზვერავი გავუშვით, დაიკარგა. მეთაურმა გადაწყვიტა სადგურისაკენ ყველანი ერთად წავიდეთ. შტურმისთვის ვემზადებით. ვერ ხვდებით რა ხდება. ვესაუბრებით ადგილობრივებს. საქმე ცუდადაა, რაღაც ავადმყოფობაა. სადგურზე რამდენიმე ადამიანი ავადაა. უცნობი დაავადებაა. მექარავნეები, რა თქმა უნდა, ავადმყოფების დახმარებას ცდილობდნენ. ფერშალმა ვერ იპოვა წამლები, ამბობს, ცოფს გავსო, არანორმალურ ტკივილს გრძნობენ, შეურაცხადები არიან, თავს ესხმიან ყველას, ავადმყოფობით დასუსტებულებს სერიოზული ზიანის მიყენება არ შეუძლიათ, უბედურება სხვა რამეა. სწორედ აქ თითქოს ჯიბრზე გვერდები შეწებებულიყო და ჰომეროსი იძულებული გახდა წყლით დაენამა.
სინათლის შიში, პირღებინება, პირში სისხლი, ხველა, გასივება, გადაიქცევიან. მომდევნო სიტყვა გულდასმით იყო გადახაზული. უცნობია როგორ ხდება გადადება ჰაერით, კონტაქტით, რაზმი იგვიანებს. ეს უკვე მეორე დღის ჩანაწერია. თავის დროზე რატომ არავის შეატყობინეს? კითხა მოხუცმა თავის თავს და მაშინვე გაახსენდა, რომ პასუხი სადღაც უკვე ნახა. გადაშალა. კავშირი არ არის, ტელეფონი დუმს. შეიძლება დივერსიაა. რომელიღაც გაძევებული შურისძიება? ჩვენამდე აღმოაჩინეს. ავადმყოფებს ჯერ გვირაბში ყრიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კაბელი გადაჭრა. სწორედ ამ ადგილას ჰომეროსმა ზერა მოსწყვიტა ასოებს და უაზროდ გახედა სივრცეს. ვთქვათ, კაბელი გადაჭრილი იყო. სევასტოპოლსკაიაზე რატომ არ დაბრუნდნენ? უარესი სანამ გამომჟღავნდება ერთი კვირა უნდა იქნებ მეტიც, მერე სიკვდილამდე კიდევ 1-2 კვირაა. ვერ გაარკვევ ვინა ავადმყოფი და ვინ ჯანმრთელი. არაფერი შველის, წამალი არაა, 100%-იანი სიკვდილია. ერთი დღის შემდეგ მეკავშირემ კიდევ ერთი ჰომეროსისთვის უკვე ცნობილი ჩანაწერი გააკეთა. ტულსკაიაზე ქაოსია, მეტროში გასასვლელი ჰანზამ დაბლოკა. სახლში დაბრუნება არ შეიძლება. შემდეგ გვერდზე კი ეწერა, ჯანმრთელები განსაკუთრებით აგრესიულ ავადმყოფებს ესვრიან. ავადმყოფებისთვის ადგილი შემოღობეს, წინააღმდეგობას უწევენ, გარეთ გამოშვებას ითხოვენ და მერე მოკლედ საშინლად ერთმანეთს ჭამენ. ზომბი აპოკალიფსის თემაა. მეკავშირეც შეშინებული იყო, მაგრამ რკინის დისციპლინა რაზმში შიშს პანიკაში გადაზრდის საშუალებას არ აძლევდა. სასიკვდილო ციებ-ცხელების ეპიცენტრიც კი სევასტოპოლსკაიას ბრიგადად რჩებოდა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სადგური იზოლირებულია, კომენდანტი დანიშნეს. ჩვენები ყველანი კარგად არიან, მაგრამ ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. სევასტოპოლსკაიადან გაგზავნილი სამძებრო რაზმი ტულსკაიაზე მშვიდობით მივიდა და ცხადია იქ გაიჭედა. მივიღეთ გადაწყვეტილება, აქ დავრჩეთ. სანამ საინკუბაციო პერიოდი არ გაივლის, რომ სხვებს საფრთხე არ შევუქმნათ, ან სამუდამოდ წერდა განწირული მეკავშირემ. გამომვალი მდგომარეობაა, დახმარებას არ საიდან ველით. სევასტოპოლსკაიას რომ ვთხოვოთ, ჩვენიანებს გამოუტანთ განაჩენს, მხოლოდ მოთმინება დაგვრჩენია. როდემდე? ესე იგი ტულსკაიას ჰერმეტულ ჭიშკართან საიდუმლო გუშაგები სევასტოპოლსკაიას დაყენებული იყო? მათი ხმები ტყუილად როდი ეცნო ჰომეროსს. მორიგეობდნენ ადამიანები, რომლებთან ერთადაც რამდენიმე დღის წინ ჩერტანოვსკაიას ხაზს იცავდა ვამპირებისგან. მათ ნებაყოფლობით თქვეს უარი უკან დაბრუნებას და იმედი ჰქონდათ, რომ ასე გადაარჩენდნენ მშობლიურ სადგურს დასნებოვნებისგან. გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, მაგრამ როგორც ჩანს ჰაერშიცაა. ზოგს მგონი იმუნიტეტი აქვს. ამ ორ კვირაში ყველა არ დაავადდა, მაგრამ ყველა დაავადებული კვდება. მორგში ვცხოვრობთ. ვინ მოკვდება შემდეგი? ისტერიკული ტონი იგრძნობოდა. რამე უნდა ვიღონოთ, უნდა გავაფრთხილოთ. მოხალისედ წავალ. სევასტოპოლსკაიამდე არა. ვიპოვი სადაა დაზიანებული კაბელი, უნდა დავრეკო აუცილებლად. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა ქარავნის მეთაურთან უხილავ ბრძოლაში. სხვა მებრძოლებთან უხმო კამათში და სასოწარკვეთაში. ყველაფერი რის მიწვდენასაც მშობლიური სადგურისათვის ცდილობდა, მეკავშირემ ძალა მოიკრიბა და თავის დღიურში გადაიტანა. ვერ ხვდებიან თუ როგორ ჩანს ეს ყველაფერი სევასტოპოლსკაიადან. უკვე ერთი კვირაა ბლოკადაში ვართ. გამოუშვებენ კიდევ ერთ სამეულს, რომელიც ასევე ვერ შეძლებს უკან დაბრუნებას. მერე დიდ ბრიგადას გამოუშვებენ და შტურმით აიღებენ. მობილიზაციას გამოაცხადებენ. ყველა ვინც მოვა ტულსკაიაზე რისკის ზონაშია, ვიღაც დაავადდება და სახლში გაიქცევა. მორჩა, შტურმი უნდა შევწყვიტოთ. არ ესმით. ხელმძღვანელობასთან დაკავშირების კიდევ ერთი მორიგი უშედეგო მცდელობა. არ გვიშვებენ, ჭკუიდან გადავიდნენ, მე თუ არა სხვა ვინ უნდა გავიქცე. თავი უნდა მოვაჩვენო, თითქოს დავწყნარ, თითქოს მზად ვარ დავიცადო. წერდა ერთი დღის შემდეგ. ჰერმეტულ ჭიშკართან გავედი სამორიგეოდ. დავიყვირე, რომ ვიპოვი სად არის კაბელი გაწყვეტილი, გავიქეცი. ზურგში მესროლეს, ტყვია გაიჭედა. ჰომეროსმა გადაშალა. ჩემთვის არა, ნატაშკასთვის, სერიოჟკასთვის, ჩემი თავის გადარჩენაზე არც მიფიქრია მათი ცოცხლ, რომ სერიოჟკამ შემდეგ სიტყვა აღარ იკითხებოდა. ალბათ დასუსტებულ ხელში კალამი უკან კალებდა. შეიძლება ეს მოგვიანებით დაამატა, რადგან ადგილი გათავდა. ან იმიტომ, რომ უკვე სულ ერთი იყო, სად დაწერდა. მერე არეული თანმიმდევრობა დალაგდა.
ნაგორნაიაზე გამიშვეს, მადლობა, ძალა აღარ მაქვს. მივდივარ. გული წამივიდა, რამდენხანს მეძინა? არ ვიცი, ფილტვში სისხლი მაქვს. ტყვიისგან თუ ავად ვარ. არ, ასოების სწორ ხაზად გრძელდებოდა როგორც მომაკვდავის ენცეფალოგრამა, მაგრამ მერე სწორდებოდა და აზრს ასრულებდა. ვერ პოულობ დაზიანებულ ადგილს. ნახიმოვსკი, მოვახციე. ვიცი, სადაცაა ტელეფონი, გავაფრთხილებ, რომ არ შეიძლება გადარჩენა, ცოლი, მენატრება. სულ უფრო ადრეულად წერდა, ფურცლებს სისხლიანი ნახველის კვალი აჩნდა. დავრეკე, გაიგეს? კვდები, უცნაურია, დავიძინებ, ტყვიები არ მაქვს. მინდა იმაზე ადრე დავიძინო, სანამ ესენი გარშემოდგანან, ელოდებიან. ჯერ ცოცხალი ვარ, გადით. დღიური ალბათ წინასწარ იყო დასათაურებული, გამართული ლამაზი ხელით ეწერა მოწოდება, რომ ტულსკაია შტურმით არ აეღოთ და მისი სახელი, ვინც სიცოცხლე გასწირა, რომ ეს არ მომხდარიყო. დღიურის ბოლოს კი ის, რის დაწერაც მოასწრო მეკავშირემ, სანამ მისი სიგნალი სამუდამოდ ჩაქრებოდა. ეს ფრაზა იყო: ჯერ ცოცხალი ვარ, გადით. ცეცხლს მიფიცხებული ორი ადამიანი მძიმე სიჩუმეში გახვეულიყო. ჰომეროსი აღარ ცდილობდა გოგონას გამოფხიზლებას. უხმოდ ქექავდა ჯოხით ცეცხლში ნაცარს, სადაც მძიმედ როგორც ერეტიკოსი იწვოდა დასველებული ბლოკნოტი და სულში ამოვარდნილი ქარიშხლის ჩადგომას ელოდებოდა. ბედი დასცინოდა, როგორ უნდოდა ამოეხსნა ტულსკაიას საიდუმლო, როგორ ამაყობდა დღიურის პოვნით, ყოყოჩობდა, რომ მარტომ შეძლო ამ ისტორიის ყველა კვანძის გახსნა და რა? მოხუცი თავის ცნობის მოყარეობას წევლიდა. კი, როცა დღიური იპოვა, რესპირატორით სუნთქავდა და დამცავი კოსტუმით ეცვა, მაგრამ ვინ იცის როგორ ვრცელდება დაავადება. რასულელი იყო, როცა ეშინოდა, რომ არც ისე ბევრი დარჩა. ეს ეხმარებოდა და ეძლია სიზარმაცე და გადაელახა შიში, მაგრამ სიკვდილი თავნებაა და არ უყვარს ის, ვინც მის გაცურებას ცდილობს. ეს დღიური მას განსაზღვრულ დროს უნიშნავდა. რამდენიმე კვირა დაავადებიდან სიკვდილამდე, თუნდაც მთელი თვე. რამდენი რამ უნდა მოასწროს ამ საცუდავ 30 დღეში. რა ქნას გამოუტყდეს თავის თანამგზავრებს, რომ ავადაა და კოლომენსკაიაზე წავიდეს სასიკვდილოდ? იქ ავადმყოფობისგან თუ არა, შიმშილისა და რადიაციისგან მაინც მოკვდება. მაგრამ თუ იმ საშინელი დაავადების მატარებელია უკვე, მაშინ ჰანტერის და გოგონაც, რომელთან ერთადაც სუნთქავს, უკვე დაავადებულები არიან. განსაკუთრებით ბრიგადირი. ტულსკაიაზე გუშაგებსაც ელაპარაკა, ძალიან ახლოს მივიდა მათთან. იქნებ იმედი არ უნდა დაკარგოს, რომ ავადმყოფობა გვერდს აუვლის, დაიმალება და დაელოდება. ცხადია იმისათვის, რომ ჰანტერთან ერთად მოგზაურობა გააგრძელოს, რომ მოვლენათა ქარიშხალმა, რომელმაც ასე აიტაცა, აღარ გაუშვეს და შთაგონების ძებნაში დაეხმაროს. დღიურის გახსნით კვდებოდა ნიკოლაი ივანოვიჩი. სევასტოპოლსკაიას უსარგებლო და უნიჭო მკვიდრი, მემანქანის ყოფილი თანაშემწე. დედამიწის მიზიდულობით მიწას გაკრული ბებერი მუხლუხო და იბადებოდა ჰომეროსი, მემატიანე და მითოლოგი, ერთდღიანი ჭრელი პეპელა. დღიურის ამბავი სინამდვილეში იქნებ სწორედ ბუმბერასთა კალმის ღირსი ტრაგედიის ჩანასახია და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. შეძლებს თუ არა ხორცი შეასხას და ფურცელზე დაიტანოს იმ 30 დღეში, რომელიც ამ საქმისათვის გამოიყო. ქონდა კი უფლება არ გამოიყენებინ ან უგულებელყო ეს შანსი და განდეგილობით ნებაყოფლობით ეთქვა უარი უკვდავებაზე. რა უფრო დიდი სისულელე იქნება ჭირის ჩირაღდანი მთელ მეტროში გაატაროს თუ დაწვას თავისი ხელნაწერები და თავადაც მათთან ერთად დაიფერფლოს. როგორც პატივმოყვარე და სულმოკლე ადამიანს, ჰომეროს უკვე აერჩია და ახლა არგუმენტებს ეძებდა არჩევლის სასარგებლოდ. რას მოიგებს თუ კი კოლომენსკაიაზე ორ სხვა მკვდართან ერთად მუმიად იქცევა? ის არ არის გაჩენილი გმირობისთვის. სევასტოპოლსკაიას მებრძოლთ არჩევანი კუტრებში ჩაეწეროთ, მათი არჩევანია და შესაძლოა არც ისე ცუდი. მარტოობაში მაინც არ მოუწევთ სიკვდილი. ჰომეროსის თავგანწირვას კი რა აზრი აქვს? ჰანტერს მაინც ვერაფრით შეაჩერებს. თავად ავადმყოფობა ისე გადაჰქონდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ჰანტერისთვის კი ყველაფერი ჯერ კიდევ ტულსკაიაზე შეხვედრის წუთიდან იყო ცნობილი. ტყუილად როდი მოითხოვდა კატეგორიულად სადგურის ყველა მცხოვრების სრულ განადგურებას ცეცხლმტყორცნებით.
და თუ ორივენი უკვე არიან ამ სცენის მატარებლები, ეპიდემია სევასტოპოლსკაიას აუცილებლად მიწვდება. უპირველესად კი მათ, რომელთანაც ჰანტერს და ჰომეროს პირდაპირ შეხება ჰქონდათ. ელენას სადგურის უფროს პერიმეტრის მეთაურს, მათ ადიუტანტებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 3 კვირის შემდეგ სადგური კვლავ ხელმძღვანელობის გარეშე დარჩება. ქაოსში ჩაიძირება და თანდათან დაიცლება. ნეტავ თვითონ ჰანტერი როგორ აპირებს დაავადების თავიდან არიდებას, რატომ დაბრუნდა სევასტოპოლსკაიაზე, თუ კი ეჭვობდა, რომ თავადაც ინფიცირებული იყო. ჰომეროსი მიხვდა, რომ ბრიგადირი ინტუიციით კი არ მოქმედებდა, ნაბიჯ ასრულებდა კონკრეტულ გეგმას, რომელიც მოხუცმა თავის დაუნებურად აურდაურია. გამოდის სევასტოპოლსკაია ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია და ეს ექსპედიცია აზრს კარგავს. იმისათვის, რომ სადგურში დაბრუნდეს და ელენას გვერდით მშვიდად მოკვდეს, ჰომეროსმა მოგზაურობა უნდა დაასრულოს, მაგრამ კახოვსკაიადან კაშირსკაიაზე გადასვლისას არიწინაღები მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო სკაფანდრები, რომლებმაც ასეულობით თუ არა ათეულობით რენტგენი შთანთქა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნან. აღჭურვილობის გარეშე კი იმავე გზით უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ. ჰომეროსი გამოსავალს ვერ ხედავდა. გოგონა მოკულტულიყო და ეძინა. კოცონმა როგორც იქნა დაფერფლა ჭირიანი დღიური და ჩაქრა. სიბნელეში დარჩენილ მოხუც ფანარი არ აუნთია. ელემენტებს ზოგავდა. სიბნელე ფიქრში არ უშლიდა. არა, იძულებულია ბრიგადირთან ერთად გააგრძელოს გზა. თავს აარიდებს ადამიანებთან ურთიერთობას, რომ გადადების რისკი შეამციროს. ზუგჩათას მთელი თავისი ბარგით აქ დატოვებს, ტანსაცმელს გაანადგურებს. მოწყალებით იცხოვრებს და უკუთვლით მაინც დაითვლის დარჩენილ 30 დღეს. წიგნზე ყოველ დღე შეუსვენებლივ იმუშავებს. რამენერად ყველაფერი მოგვარდება, მთავარია ჰანტერს გავყვე, არ უნდა ჩამოვრჩე. თავს ირწმუნებდა მოხუცი. მაგრამ ამ გეგმის შესასრულებლად ჯერ ჰანტერი უნდა დაბრუნებულიყო. მეორე საათი იწურებოდა მას მერე, რაც გვირაბის ბოლოს მკრთალ შუქში გაუჩინარდა. გოგონას კი ამშვიდებდა, მაგრამ მოხუცი აღარც თავად იყო დარწმუნებული, რომ ბრიგადირი დაბრუნდებოდა. რაც უკეთ შეიცნობდა ჰანტერს, ჰომეროს მით უფრო ნაკლებად ესმოდა მისი. ბრიგადირში ეჭვის შეტანა ისევე შეუძლებელი იყო, როგორც მისი ნდობა. არ ექვემდებარებოდა შესწავლას, არ ამჟღავნებდა ჩვეულებრივ ადამიანურ ემოციებს. მისი და სტიქიის ნდობა ერთი და იგივე იყო, თუმცა ჰომეროსი მაინც ენდოდა, ახლა დაგვიანებულ სინანულს აზრი არ ჰქონდა. უკუნეთ სიბნელეში სიჩუმე აღარ იყო ყოვლის მომცველი. მასში საიდანღაც მოსული უცნაური ჩურჩული, ვიღაცის ტირილი და შრაშუნი ატანდა. მოხუცს ჯერ ლეშიჭამების ფეხარეული სვლა ეგონა, მერე ნაგორნაიას გიგანტი მოჩვენებების სრიალი. ხანას მომაკვდავთა ყვირილი ესმოდა. 10 წუთში საბოლოოდ დანებდა და ფანდრის ჩამრთველი გაატკაცვნა. მოულოდნელობისგან შეხტა. ორიოდ ნაბიჯში ჰანტერი იდგა და გულხელ დაკრეფილი მძინარე გოგონას დაჰყურებდა. ფანდრის შუქზე ხელით თვალები მოიჩრდილა და მშვიდად თქვა: ახლავე გაგვიღებენ. საშა სიზმარს ხედავდა. აი ისევ მარტოა კოლომენსკაიაზე. მამის დაბრუნებას ელოდება სეირნობიდან, ის კი იგვიანებს. საშა აუცილებლად უნდა დაელოდოს. ზედატანის გახდასა და არიწინაღის მოხსნაში უნდა მოეხმაროს. მერე ასადილოს. სადილ უკვე მოამზადა და აღარ იცის რით გაიყვანოს დრო. უნდა რომ ზემოთ ასასვლელ კარს მოშორდეს, მაგრამ იქნებ სწორედ იმ დროს დაბრუნდეს მამა, მაშინ ვიღა გაუღებს კარს, ამიტომაც გოგონა არსად არ მიდის, ზის ცივი ატაკზე ასასვლელთან. გადის საათები, გარბის დღეები, მამა არ ჩანს. არავითარ შემთხვევაში საშა ფეხს არ მოიცვლის თავისი ადგილი და სანამ კარი არ საკეტის გრუხონმა გააღვიძა, ზუსტად ისეთმა, როგორცაც კოლომენსკაიას ჰერმეტული საკეტი გამოსცემდა გახსნისას. გოგონამ ღიმილით გაახილა თვალი, მამა დაბრუნდა, მიმოიხედა და ყველაფერი გაახსენდა. გამქრალი ხილვიდან რეალური მხოლოდ რკინის ჭიშკარზე მძიმე საკეტების გრუხუნის ხმა იყო. წუთის შემდეგ გიგანტური კარი შეზანზარდა და მძიმე დაიძრა. ღრიჭო ნელ-ნელა გაფართოვდა და შიგნიდან სინათლე და დიზელის სუნმა გამოჟონა. დიდ მეტროში შესასვლელი კარი რბილად გაიწედა და გააშიშვლა გვირაბის ღრუ, რომელიც ავტოზავოდსკაიაზე და მერე წრიული ხაზისკენ მიემართებოდა. რელსებზე დიდი მოტორიანი დრეზინა იდგა. ზედ კი რამდენიმე კაცი იჯდა თავზე დამაგრებული პროჟექტორით. მათი ტყვიამ ფრქვევის სამიზნედან ორი თვალებმოჭუტული და თვალებზე ხელ აფარებული წერტილი ჩანდა. ხელები, გაიცმა ბრძანება.
მოხუცის შემდეგ საშამაც მორჩილად ასწია ხელები. ეს სწორედ ის დრეზინა იყო, რომელიც ხიდზე სავაჭროდ გადმოდიოდა ხოლმე. მისმა ეკიპაჟმა კარგად იცოდა საშას ისტორია. აი, მოხუცი უცნაური სახელით მალე ინანებს, რომ სადგურიდან წამოიყვანა ხელებშეკრული გოგონა ისე, რომ არც უკითხავს, ჰქონდა თუ არა ამის უფლება. აირწინაღები მოიხსენით და საბუთები წარადგინეთ. ბრძანეს დრეზინიდან. საშა აირწინა სიხსნიდა და საკუთარ თავს წყევლიდა სისულელის გამო. ვერავინ შეძლებს მის გათავისუფლებას. განაჩენი, რომელიც გამოუტანეს მამას და მასთან ერთად მასაც შეუცვლელია. როგორ დაიჯერა, რომ ეს ორი ადამიანი მოახერხებდა დიდ მეტროში მის შეყვანას? შენთვის აქ არ შეიძლება. უცებ იცნეს საშა. 10 წამი გაქვს, რომ გაქრე აქედან. ეს ვიღა, ეს შენი რა ხდება? დაიბნა მოხუცი. არ გაბედოთ, თავი დაანებეთ, ეს ის არ არის. იყვირა საშამ. გაეთრიეთ აქედან, თორემ საბოლოო ბრძანება გაცა ავტომატიანმა. ესროლეთ. გოგონას იკითხა ვიღაცამ გაუბედავად. გიბრძანებ, ავტომატის ჩამკეტი გატკაცუნდა. საშამ უკან დაიხია, თვალები დახუჭა და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე მესამედ მომემზადა სიკვდილთან შესახვედრად. უცებ რაღაც ჩუმად გატკაცუნდა და მიყუჩდა. ბრძანება კი არა და არ სრულდებოდა. აუტანელი ლოდინით გატანჯულმა გოგომ ოდნავ გაახილა ცალი-თვალი. დრეზინის მოტორი ისე ხრჩოლავდა. პროჟექტორის შუქი კი რატომღაც ჭერისკენ იყო მიშვერილი. ახლა როცა შუქი თვალს აღარ სჭრიდა, საშამ კარგად გაარჩია დრეზინას ეკიპაჟი სრული შემადგენლობით. გამოფატრული თოჯინებივით ეყარა ძარას დედა რელსებზე. გოგო ინსტინქტურად შებრუნდა და ზურგს უკან მდგომი თავგადაპარსული დაინახა, რომელიც დრეზინას ყურადღებით აკვირდებოდა. მან ძირს დაშვებული იარაღი ისევ შემართა და კიდევ ერთხელ გამოჰკრა ჩახმახს. ახლა მორჩა, კმაყოფილმა დაიგუგუნა მან. გახადეთ ფორმები და მოხსენით აირწინაღები. რატომ? სახე მოეღრიძა მოხუც. უნდა გამოვიცვალოთ. ავტოზავოდსკაიას გავლით წავალთ, მათივე დრეზინით. საშა გაშეშდა, გაუგნებული შესცქეროდა მკვლელს. შიშს აღფრთოვანება ებრძოდა, ზიზღს მადლიერება ერეოდა. ამ კაცმა წამის წინ სამი ადამიანი დაუფიქრებლად გამოასალმა სიცოცხლეს, რითაც საშას მამის მთავარი მცნება დაარღვია. თუმცა ეს იმისთვის გააკეთა, რომ მოხუცისა და საშას სიცოცხლე ეხსნა. ნუ თუ შემთხვევით გადაარჩინა უკვე მეორედ, სიმკაცრე სისასტიკეში ხომ არ ერევა გოგონას? საშამ მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით. ამ ადამიანის უშიშრობა მის სიმახინჯეს ავიწყებდა. თავგადაპარსული პირველი მივიდა დრეზინასთან და დასახიჩრებულ მტრებს რეზინის სკალპი ააძრო. უცებ თითქოს თვით ეშმაკი დაინახაო, ყრუყვირილით გადახტა უკან, ხელები წინ გაიშვირა და ამოთქვა. შავი. ჰაერი. შიში და ძრწულა ერთი და იგივე არ არის. შიში მოქმედებისკენ გიბიძგებს, გამჭრიახს ხდის, ძრწოლა კი სხეულის პარალიზებას იწვევს, ფიქრის უნარს გართმევს, ადამიანობას გაკარგვინებს. ჰომეროს საკმაოდ ბევრი ჰქონდა სანანახი ცხოვრებაში და იცოდა განსხვავება შიშსა და ძრწოლას შორის. ბრიგადირი, რომლისთვისაც შიში უცხო იყო, მოულოდნელად ძრწოლამ შეიპყრო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ჰანტერი ამ დღეში ჩავარდა, კიდევ უფრო მეტად აუცებდა მოხუცს. გვამი, რომლისთვისაც ჰანტერს აირწინაღის მოხსნა მოესწრო, უჩვეულოდ გამოიყურებოდა. შავი რეზინის ქვეშ აღმოჩნდა შავი, პრიალა კანი, სქელი ტუჩები, ჩაჭყლეტილი ფართო ცხვირი. შავკანიანები ჰომეროს მას შემდეგ არ ენახა, რაც ტელევიზორში მუსიკალური არხების მაუწყებლობა შეწყდა, ან 20 წელზე მეტხანს, მაგრამ მოკლულში სხვა რასის ადამიანის ამოცნობა არ გასჭირვებია. მოსკოვის მეტროში მისი გამოჩენა კურიოზი ნამდვილად იყო, მაგრამ საშიში უცნაურმა შეტევამ პრინციპში ერთ წუთსაც კი არ გასტანა. ბრიგადირმა თავი ხელში აიყვანა, ფანარი ბრტყელ ცხვირიან სახეს მიანათა, რაღაც გაუგებრად იყვირა და გვამს უნიფორმა უხეშად გახადა. ჰომეროსი თავს დადებდა, რომ ამ დროს ნამდვილად გაიგონა თითების მსხვერების ხმა. დაგვცინიან. კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენონ, არა, ეს ადამიანურია, ასეთი სასჯელი, ღრიალებდა ჰანტერი. ვინმეში შეეშალა? მკვდარს აწამებდა წუთიერი დამცირების სანაცვლოდ, თუ ძველ ანგარიშს უსწორებდა. მოხუცი მალულად აპარებდა თვალს ბრიგადირისკენ და ზიზღით ხდიდა მეორე სრულიად ჩვეულებრივ გვამს. მოროდიორობაში გოგონა არ მონაწილეობდა, ის მოშორებით იჯდა რელსზე და სახე ხელებში ჩაერგო. ჰომეროს მოეჩვენა, რომ გოგონა ტიროდა. ჰანტერმა გვამები ჭიშკარს გარეთ გაათრია. ერთი დღის შემდეგ მათგან აღარაფერი დარჩებოდა. დღისით ქალაქში ისეთი არსებები ბრძანებლობდნენ, რომ ღამის საშინელი მხეცები ბუნაგებში იმალებოდნენ და მორჩილად ელოდებოდნენ თავიანთ დროს.
სხვისი სისხლით ერთიანად გაჟღენთილი მუქი უნიფორმა ჰომეროს ცივად ეკვროდა მუცესა და მკერდზე. კანის და გონების საზეზღარი ქავილით სისხლი თითქოს ცოცხალ სხეულში დაბრუნებას ლამობდა. ჰომეროსი თავის თავს ეკითხებოდა, ნუ თუ მთელი ეს მასკარადი ასე აუცილებელიაო და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს ყოველივე ავტოზავოდსკაიაზე ახალ მსხვერპლს აარიდებდა თავიდან. თუ ჰანტერის გათვლა სწორი იყო, მათ დაუბრკოლებლად გაატარებდნენ, რადგან თავისიანებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თუ ის ცდებოდა, საერთოდაც ცდილობდა კი ჰანტერი თავის გზაზე მკვლელობების რაოდენობა შეემცირებინა. ბრიგადირის სისასტიკი არამხოლოდ აფრთხობდა ჰომეროს, არამედ აინტრიგებდა კიდეც. თავდაცვა მისი მკვლელობების მესამედსაც კი არ ამართლებდა, თუმცა ვერც ერთ მკვლელობას ვერც ჩვეულებრივ სადიზმში ჩაუთვლიდი. მოხუცს ვერაფრით აიხსნა, რისთვის მიდიოდა ჰანტერი ტულსკაიაზე, ნუ თუ მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი ტოლვა სისხლი წყურვილი დაეკმაყოფილებინა. მართალია, იმ სადგურზე ხაფანგში გაბმული უბედურები ვერაფერს გახდნენ საიდუმლო დაავადების წინააღმდეგ, მაგრამ განა ეს ნიშნავდა, რომ გამოსავალი საერთოდ არ იყო. მიწისქვეშა სამყაროში ხომ ჯერ კიდევ იყო ადგილები, სადაც მეცნიერული აზრი ბჟუტავდა, სადაც კვლევები მიმდინარეობდა, ახალი წამლები მუშავდებოდა, დაავადების საწინააღმდეგო შრატები მზადდებოდა, მაგალითად პოლისში 4 არტერიის შესართავში მეტროს გულში, რომელიც ნამდვილი ქალაქის უკანასკნელი ანალოგი იყო. ის 4 სადგურის არბატსკაიას, ბოროვიცკაიას, ალექსანდროვის ბაღისა და ლენინის სახელობის ბიბლიოთეკების გადასასვლელებს აერთიანებდა და გადარჩენილი ექიმებისა და მეცნიერების ქალაქი იყო. ჰანზას საკუთრებაშივე იყო საიდუმლო სამეცნიერო ქალაქი უზარმაზარ ბუნკერში, სადგურ ტაგანსკაიასთან ახლოს. იქნებ ტულსკაია სულაც არ იყო პირველი სადგური, სადაც ეს ეპიდემია გავრცელდა. იქნებ ვინმე მოახერხა მისი დამარცხება. ნუ თუ შესაძლებელია ასე მარტივად თქვა უარი გადარჩენის იმედზე, ეკითხებოდა ჰომეროსი თავის თავს. ცხადია მას, რომელიც საკუთარი სხეულით ავადმყოფობის საათის მექანიზმიანი ნაღმს ატარებდა, პირადი ინტერესები ჰქონდა, გონებით თითქმის შეეგუებოდა მოახლოებულ აღსასრულს, მაგრამ ინსტინქტები გამოსავლის პოვნას ითხოვდნენ. ტულსკაიას გადარჩენა მშობლიური სადგურისა და თავის გადარჩენასაც ნიშნავდა. ჩანდა მისგან განსხვავებით ჰანტერს არ სჯეროდა წამლის არსებობის. ტულსკაიას გუშაგებთან გადალაპარაკებით მან მთელ სადგურს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და თავადვე შეუდგა განაჩენის აღსრულებას. სევასტოპოლსკაიას ხელმძღვანელობა ბანდიტების შესახებ არაკით შეცდომაში შეიყვანა და ახლა ჯიუტად ცდილობდა ტულსკაიას გადაწვას. იქნებ მან ისეთი რამ იცოდა სადგურის შესახებ, რაც ყველაფერს ისევ თავდაყირა აყენებდა, რაღაც ისეთი, რის შესახებ არც ჰომეროსმა იცოდა და არც დღიურის პატრონმა. როგორც კი გვამების გაძარცვა დაასრულა, ბრიგადირმა მათ არა მოიგლიჯა და შიგთავსი ბოლომდე გამოწრუყა. რა იყო მასში? სპირტი? ამ სასმელს სანელებლად იყენებდა თუ პირში დარჩენილი საშინელი გემოს მოსაშორებლად? მომენტს აგემოვნებდა თუ მის დავიწყებას ცდილობდა? იქნებ სულად საკუთარ თავში რაღაცის ჩახშობას ლამობდა. ძველი დრეზინა საშას წარმოდგენაში მამას მიერ ნაამბობი ზღაპრებიდან გადმოსულ დროის მანქანას ჰგავდა, რომელსაც ერთი სადგური და მეორეში კი არ გადაჰყავდა გოგონა, არამედ აწმყოდან წარსულში აბრუნებდა. თუმცა აწმყო ეწოდებინა იმ ქვის აკლდამისთვის, სადაც მან ბოლო წლები გაატარა ამ სივრცისა და დროის ბრმა წანაზარდისათვის, მხოლოდ მას თუ მოვიდოდა აზრად. საშას კარგად ახსოვდა მისკენ პირველად გავლილი გზა, ხელებშეკრული მამა თვალებზე ჩამოფხატული ნაკცოვი ქუდით და პირში ჩაჩრილი ჩვრით, გვერდით ეჯდა, თავად სუნთლად პატარა იყო და გაუჩერებლად ტიროდა. საცეცხლე გუნდის ერთი ჯარისკაცი თითების ჩრდილებით ცხოველებს უჩვენებდა პატარა ყვითელ სცენაზე, რომელიც დრეზინასთან ერთად მიქროდა გვირაბის ჭერზე. მამას განაჩენი მაშინ წაუკითხეს, როდესაც ხიდზე გადავიდნენ. რევოლუციურმა ტრიბუნალმა ის შეიწყალა და სიკვდილით დასჯა სამუდამო გადასახლებით შეუცვალა. რელსებზე ჩააგდეს დანა ავტომატი ერთი მჭიდით და ძველი აირწნაღი გადაუგდეს. საშას კი ჩასვლაში დაეხმარნენ. ჯარისკაცმა, რომელიც გზაში ჩრდილებით ართობდა, ხელიც კი დაუქნია. დღეს დახოცილთაგან ნეტავ რომელიმე
ხომ არ იყო ის ჯარისკაცი? შეგრძნება რომ სხვის კუთვნილ ჰაერს უნთქავდა საშას მაშინ უფრო გაუმძაფრდა, როდესაც შავ აირწინახს იკეთებდა. მისი გზის ყოველი პატარა ნაწილი ვიღაცას სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. თავგადაპარსული მათ ალბათ სხვა შემთხვევაშიც დახოცავდა, მაგრამ ახლა საშა იყო მის გვერდით და შესაბამისად მკვლელობაში თანამონაწილეც. მამამ მხოლოდ იმიტომ კი არ ამბობდა უარს შინ დაბრუნებაზე, რომ ბრძოლით დაიღალა, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნდა მისი მთელი დამცირება და უუფლებობა ერთი ადამიანის სიცოცხლედაც კი არ ღირდა. იტანჯებოდა თვითონ რომ სხვები არ დატანჯულიყვნენ. საშამ იცოდა რომ სასწორი სპინა, რომელზეც მამამისის ნებით წართმული სიცოცხლეები ელაგა, სწონიდა ყველაფერს, მაგრამ მამა წონასწორობის აღდგენას ცდილობდა. ხომ შეეძლო თავგადაპარსულს რომ დროულად ჩარეულიყო მხოლოდ გამოჩენით შეეშინებინა დრეზინაზე მყოფი ხალხი და გასროლის გარეშე განეიარაღებინა ისინი. საშა სრულიად დარწმუნებული იყო რომ მოკლულთაგან არც ერთი არ იყო თავგადაპარსულის ღირსეული მოწინააღმდეგე. მას რატომ მოიქცა ჰანტერი ასე? მისი ბავშვობის სადგური იმაზე ახლოს აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. 10 წუთიც არ იყო გასული რომ წინ შუქი გამოჩნდა. ავტოზავოდსკაიას მისასვლელებს არავინ იცავდა. მისი მცხოვრებლები ალბათ დაკეტილი ჰერმეტული ჭიშკრის იმედად იყვნენ. პლატფორმამდე 50-ოდე მეტრში თავგადაპარსულმა სიჩქარეს უკლო. ჰომეროს საჭესთან დადგომა უბრძანა. თვითონ კი ტყვიან ფრქვებთან გადაინაცვლა. დრეზინა სადგურზე ან თითქმის უხმაუროდ და ნელად შევიდა, ან დრო გაჩერდა საშასთვის, რომ მოესწრო ყველაფრის დანახვა და გახსენება. იმ დღეს მამამ საშა თავის ორდინარეთს დაუტოვა და უბრძანა ბავშვი დაემალა. სანამ ყველაფერი მოგვარდებოდა. მან საშა სადგურის სიღრმეში ერთ-ერთ სამსახურეობრივ ოთახში წაიყვანა, მაგრამ იქაც კი გაიგონეს რამდენიმე ასეულმა ხმამ როგორ დასჭექა ერთიანად. ორდინარეთი უკან გაიქცა, რომ თავისი მეთაურის გვერდით ყოფილიყო. საშაც უკან დაედევნა და ცარიელი დერეფნებიდან დარბაზში გავიდა. დრეზინა პლატფორმას მიუყვებოდა. საშა შესქეროდა ფართოდ გაშლილ საოჯახო კარვებს, კანტორებად მოწყობილ ვაგონებს, მოთამაშე ბავშვებს, მოლაქლაქე მოხუცებს, აირწინაღებს, იარაღის წმენდაში გართულ დაბღურილ კაცებს და ხედავდა მას, რომელიც სათავეში ედგა. შეშინებული მამაკაცების ვიწრო მწკრივს, ხალხის უსასრულო, მღელვარე ნაკადის შეკავებას რომ ცდილობდა. საშამ მამასთან მიირბინა და ზურგზე აეკრა. კაცი გაოგნებული შემოbrunდა, ხელისკურით მოიშორა შვილი და სილა გააწნა ადიუტანტს, რომელმაც იმავე წამს მოირბინა. მწყობრმა, რომელსაც იარაღი მომზადებული ჰქონდა და ცეცხლის გახსნის ბრძანებას ელოდა, უკან დახევის ბრძანება მიიღო. ერთადერთი გასროლა მოესწრო ჰაერში. მამამ რევოლუციონერებისათვის სადგურის მშვიდობით გადაცემის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. მას მტკიცე სჯეროდა ადამიანებს მუდმივად მინიშნებები ეძლევათ, მხოლოდ უნდა შეძლო მათი დანახვა და სწორად წაკითხვა. არა, დრო მხოლოდ იმისთვის არ შეჩერებულა, რომ საშა ბავშვობის უკანასკნელ დღეში დაბრუნებულიყო. დრეზინისკენ წამოსული შეიარაღებული კაცები მან პირველმა დაინახა თავგადაპარსული როგორ სწრაფად აღმოჩნდა ჩახმახთან და რასის სწრაფით შეაბრუნა ტყვიანფრქვევის შავი მსხვილი ლულა გაოცებული გუშაგებისაკენ. საშა მოხუცზე ადრე გაიგონა ბრძანება. დრეზინა შეეჩერებინათ და მიხვდა, ახლა აქ იმდენი ადამიანი მოკვდებოდა, რომ ვეღარასდროს მოიშორებდა შეგრძნებას, თვითონ სხვისი კუთვნილი ჰაერიც უნთქავდა. ჯერ კიდევ იყო დრო რაღაც შეეცვალა. ხელი შეეშალა სისხლის ზღვრისათვის, გამოუთქმელი საშინელებისაგან დაეცვა საკუთარი თავის და კიდევ ერთი ჰანტერი. გუშაგები უკვე ხსნიდნენ ავტომატების დამცავებს, მაგრამ რატომღაც ძალიან აჭიანურებდნენ. გოგონამ კი გააკეთა ის, რაც პირველად მოვიდა თავში, წამოხდა და თავგადაპარსულის დაკუნთულ ზურგს აეკრა. უკნიდან მოეხვია და ხელები მის უძრავ მკერდზე ერთმანეთს გადააჭდო. შებოჭილი ისე შეკრთა, თითქოს გოგონას მათრახი გადაერტყას მისთვის და შეჩერდა. სასროლად გამზადებული ავტომატიანებიც დაიბნენ. მოხუცი უსიტყვოდ მიუხვდა გოგონას განზრახვას. დრეზინა საოცარ სისწრაფით მოსწდა ადგილს, შავი მწარე ბოლქვები გამოუშვა და სადგური ავტოზავოდსკაია უკან მოიტოვა წარსულში. პაველეცკაიამდე არც ერთს აღარ დაუძრავს სიტყვა.
ჰანტერმა ხელები ისე გააწევინა საშას, თითქოს ფოლადის სალტე ჰქონდა შემორტყმული, რომელიც სუნთქვაში ხელს უშლიდა. ერთადერთ ბლოკპოსტს მთელი სიჩქარით ჩაუქროლეს. იქიდან წამოსული ტყვიები ჭერს მოხვდა და მათ ასწდა. ბრიგადირმა თავისი პისტოლეტის ამოღება მოასწრო და 3 უხმო გასროლით უპასუხა მათ. გონი ერთი წაიქცა, დანარჩენები კი კედლებს შეერწყდნენ. ტიუბინგების არც ისე დიდ შვერილებს ამოიფარნენ და გადარჩნენ. ჰომეროსი თავჩაგინდრულ გოგონას აკვირდებოდა. რა თქმა უნდა, იმედეუნებდა, რომ სასიყვარულო ძაფები გმირი გოგონას გამოჩენიდან მალე გაიბმეოდა, მაგრამ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ უკვე ჩაწერას კი არა, გააზრებასაც ვეღარ ასწრებდა. პაველეცკაიაზე გავიდნენ და სადგურის ბოლოს გაჩერდნენ. მოხუცი ნამყოფი იყო პაველეცკაიაზე. სადგური რომელიღაც გოთური ლეგენდიდან გადმოსულს გავდა. ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ზედმეტად მაღალი, მომრგვალებული თაღების მწკრივს ეყრდნობოდა, როგორც ხშირად ხდებოდა მეტროს ლეგენდებში. პაველეცკაიაც უჩვეულოდ იყო დაწყევლილი. სადგურზე დღისით სიცოცხლე დუღდა, ზუსტად საღამოს 8 საათზე კი კვდებოდა და თავის აჩრდილად იქცეოდა. მთელი მისი საქმოსანი და მოხერხებული მოსახლეობიდან პლატფორმაზე რამდენიმე გაბედული ადამიანი რჩებოდა. ყველა დანარჩენი თავისი შვილებით, ბარგი ბარხანით, სკივრებით, სკამებითა და გასაშლელი ლოგინებით ქრებოდა. სადგურის მაცხოვრებლები თავშესაფარში იმალებოდნენ, რომელიც თითქმის კილომეტრიან წრიულ ხაზზე გადასასვლელში იყო მოწყობილი და იქ ატარებდნენ გრძელ ღამეებს, სანამ პაველეცკაიას თავზე ღამის საშინელი ურჩხულები დაძრწოდნენ. ლეგენდები ამბობდნენ, რომ სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორიები ურჩხულების მემკვიდრეობით მიღებული მამულები იყო. ვერც ერთი სხვა მხეცი ვერ ბედავდა მიახლოებას, მაშინაც კი როდესაც ურჩხულები თვლემდნენ. პაველეცკაიას მოსახლეობა სრულიად დაუცველი იყო მათ წინაშე. ბარიერები, რომლებიც სხვა სადგურებზე ესკალატორს ყოფდა გადასასვლელისგან, აქ უბრალოდ არ არსებობდა, ამიტომ გარეთ გასასვლელი მუდმივად ღია იყო. ჰომეროსის აზრით, ამაზე ცუდი ღამის გასათევი მთელ მეტროში არ არსებობდა. ჰანტერი კი სხვა აზრისა იყო. ამიტომ დრეზინა სადგურის ბოლოში გააჩერა, აირწინაღი მოიხსნა და ხელით სადგურისკენ ანიშნა. დილამდე აქ დავრჩებით, მოეწყვეთ. თანამგზავრები იქვე დატოვა, თვითონ კი სადღაც წავიდა. გოგონამ თვალი გააყოლა მას და მერე მაგარ იატაკზე მოიკუნტა. მოხუცი უფრო მოხერხებულად მოეწყო და თვალები დახუჭა, დასაძინებლად მოემზადა, მაგრამ ამაოდ მოსვენებას არ აძლევდა ფიქრები ჭირზე, რომელსაც ჯერ კიდევ ჯანმრთელ სადგურებზე დაატარებდა. მადლობა, მეგონა, შენც ისეთი ვიყავი, როგორც ის. ჩანდა, რული არც გოგონას ეკარებოდა. არ ამგონია კიდევ ვინმე იყოს მისნაირი, უპასუხა მოხუცმა. მეგობრები ხართ? თევზი რომ ზვიგენს მიეკედლება, უხალისოდ გაიცინა მოხუცმა და გაიფიქრა, რომ მართლაც ასე იყო. ჰანტერი ადამიანებს ჭამდა, მაგრამ მცირე ნაწილს ჰომეროსაც უწილადებდა. ეგ როგორ? წამოდგა საშა. საითაც ის მიდის, მეც იქით მივყვები. მგონია, რომ მის გარეშე ვერ გავძლებ. ის კი შესაძლოა, გონია, რომ მას მე გავწმენდ. თუმცა სინამდვილეში რას ფიქრობს, არავინ იცის. და მის გარეშე რატომ ვერ გაძლებ? გოგონა ახლოს მიუჯდა მოხუცს. მგონია, რომ სანამ მის გვერდით ვიქნები, შთაგონება არ დამტოვებს. სადა ჰომეროსმა ახსნა. შთაგონება, სიტყვიდან შთანთქმა. ისე თქვა ალექსანდრამ, რომ მოხუცი ვერ მიხვდა. გოგონა ეკითხებოდა, თუ დაბეჭდებით ადარებდა. რაში გჭირდება ასეთი შთანთქმა? რას მოგცემს ეს? ჰომეროსმა მხრები აიჩეჩა. ეს ის არ არის, რასაც ჩვენ შთანთქავთ, ეს ის არის, რასაც ჩვენში შთაბერავენ. მე კი მგონია, რომ როცა კლავს, სიკვდილის სუნი აგდის და შენს ბაგეს არავინ მიეკარება, გვამის სუნი დააფრთხობს. გოგონა თითით რაღაცას ხაზავდა ბინძურ იატაკზე. როცა სიკვდილს ხედავ, ბევრ რამეზე იწყებ ფიქრს. ჩაილაპარაკა მოხუცმა. და რა უფლება გაქვს ყველა ჯერზე გამოიძახო სიკვდილი, როცა ფიქრი მოგინდება? მე არ ვიძახებ მას, უბრალოდ გვერდით ვდგავარ. თანაც საქმე სიკვდილს სულაც არ, მხოლოდ სიკვდილს არ ეხება. მინდოდა ისეთი ამბავი გადამხდენოდა თავს, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა. მინდოდა ახალი ეტაპი დაწყებულიყო. ჩემს ცხოვრებაში რამე მომხდარიყო, რომ შევენჯღრიე და გონება გამნათებოდა. ცუდი ცხოვრება გქონდა? თანაგრძნობით კითხა გოგონამ. მოსაწყენი. როდესაც ერთი დღე მეორეს გავს, ისე სწრაფად გადის, რომ გგონია ბოლო დღე უკვე არც ისე შორსაა. ახსნა
ახსნაცა და ჰომეროსმა გეშინია რომ ვერაფერს მოასწრებ ყოველი დღე სავსეა 1000 წვრილი მანდ გააკეთე ფერს ამოისუნთქავ და მეორეზე გიწევს გადასვლა აღარც ძალა და აღარც დრო არ რჩება იმისათვის რომ რამე მართლა მნიშვნელოვანი გააკეთო ფიქრობ არა უშავს ხვალ დავიწყებ ხვალ კი არა და არ დგება ბევრი სადგური გინახავს არ ვიცი გაუცდა ჰომეროსი დაასკვნა არ მისმენსო ალბათ ყველა მეორე გაუცდა ჰომეროსი დაასკვნა მეორე ამოიოხრა გოგონამ თავიდან მე და მამა ავტოზავოდსკაიაზე ვცხოვრობდით შემდეგ კოლომენსკაიაზე გადაგვასახლეს ყოველთვის მინდოდა კიდევ თუნდაც ერთი სადგური მენახა აქ კი ისეთი უცნაურია საშამ თვალი მოავლოთ აღების მწკრივს თითქოს 1000 შემოსასვლელია და მათ შორის კედელი არ არის თითქოს ყველა კარი ღიაა ჩემთვის მაგრამ მე აღარ მინდა მე მეშინია ანუ ის მამა შენი იყო ის მეორე ენა დაება ჰომეროს მოკლეს გოგონა ისევ თავის ნიჟარაში შეძრო და დიდხანს ხმა აღარ გაუღია კი თქვა ბოლოს ჩვენთან დარჩენ გამბედაობა მოიკრება ჰომეროსმა ჰანტერს დაველაპარაკები ალბათ არ იქნება წინააღმდეგი ვეთყვი რომ მჭირდები იმისათვის მოხუცმა ხელები გაშალა არ იცოდა როგორ აეხსნა გოგონასათვის რომ მისი შთაგონების წყარო უნდა გამختارიყო უთხარი რომ მე მას ვჭირდები საშამ მახვილი დასვა ბოლო სიტყვაზე მერე პლატფორმიდან ჩახტა და წინ წავიდა გზადაგზა ყოველ თაღს ათვალიერებდა რომელსაც გვერდით ჩაულიდა მასში კეკლუცობის ნატამალიც კი არ იგრძნობოდა ოდნავადაც კი არ თამაშობდა არც ცნობდა არა მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს არამედ არც ჩვეულ ქალურ არსენალს წამწამების ხამხამსა და ეშმაკურ ღიმილს რომლის გამოც შეიძლება თავი გასწირო ან სხვა გამოასალმო სიცოცხლეს იქნებ უბრალოდ ჯერ არ იცოდა ამ არსენალით სარგებლობა ასე იყო თუ ისე ეს არსენალი არც სჭირდებოდა ერთი პირდაპირი მზერით შეძლო და ჰანტერს გადაწყვეტილება შეაცვლევინა ერთი მოძრაობით გადააფარა ბადე და მკვლელობაზე ხელი ააღებინა ნუ თუ ჯავშანი გაარღვია და რბილ ადგილში გაარტყა იქნებ ჰანტერს დასჭირდა ასე ჰომეროსმა მაშინვე მეორე ვარიანტს დაუჭირა მხარი რადგან ვერაფრით წარმოიდგინა რომ ბრიგადირსაც შეიძლებოდა ჰქონოდა სუსტი ადგილი ჰომეროსი ვერაფრით იძინებდა მიუხედავად იმისა რომ დახუთული შავი იარიწნაღი მსუბუქი სამგზავრო რესპირატორით შეცვალა სუნთქვა მაინც ძალიან უჭირდა ყველა თავისი ძველი ნივთი მოხუცმა გვირაბში დაყარა ხელები ნაცრისფერი საპნის ნაჭრით კარგად გაიხეხა ჭუჭყი კანისტრის დაჭაობებული წყლით ჩამოიბანა და გადაწყვიტა რომ ამიერიდან მუდამ რესპირატორი ეტარებინა სხვა რით შეეძლო დაეცვა ისინი მოხუცს ვის გვერდითაც იმყოფებოდა ვერაფრით უკვე აღარაფერი შეეძლო თუნდაც გვირაბში წასულიყო და თავადაც მიტოვებულ ხრწნად ძონძად ქცეულიყო თუმცა მეორე მხრივ სიკვდილთან ახლანდელმა სიახლოვემ უცებ დააბრუნა 20 წელზე მეტი ხნის წინ იმ დროში როცა ერთად დაკარგა ყველა ვინც უყვარდა და მის გეგმებს ახალი გმირული აზრი შესძინა ჰომეროსის ნება რომ ყოფილიყო მათ ნამდვილ ძეგლს დაუდგამდა დაბადების თარიღებს შორის განსხვავებამ 10 წრეულები იყო გარდაცვალების თარიღი კი ერთი მისი ცოლი შვილები და მშობლები თანაკლასელები მეგობრები მას სასწავლებლიდან საყვარელი მსახიობები და მუსიკოსები ყველა ვინც იმ დღეს ჯერ ისევ სამსახურში იყო ან უკვე შინ შუა ქუჩაში ან საცობში ყველა ვინც იმ დღესვე დაიღუპა ან კიდევ რამდენიმე დღეს ცდილობდა გადარჩენას მოწამულ ნახევრად დანგრეულ დედაქალაქში და სუსტად აფხაკუნებდა მეტროს დაგმანულ კარზე ყველა ვინც წამში დაიშალა ატომებად ან დასხივებისგან ნელ-ნელა ცოცხლად დანაწევრდა ზვერავები რომლებიც პირველები ავიდნენ ზემოთ უკან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეღამის განმავლობაში ვერ იძინებდნენ ჰომეროს რამდენიმე მათგანთან მოუწია შეხვედრა და მათ თვალებში დაინახა საუკუნოდ ჩაბეჭდილი ქუჩის ანარეკლი რომელიც გაყინული გასივებული თევზით სავსე მდინარეებს გავდა მოსკოვიდან გამავალი გამზირები და მაგისტრალები მკვდარი გზავრებით სავსე ათასობით გაჩარებულ მანქანას ჩაეხერგა ყველგან გვამები ეყარა მანამ სანამ ქალაქში ახალი მასპინძლები არ მოვიდნენ ზვერავებს თავი ეცოდებოდათ ცდილობდნენ სკოლებისა და საბავშვო ბაღებისათვის გვერდი აევლოთ მაგრამ ჭკუიდან შესაშლელად ისიც სრულიად საკმარისი იყო საოჯახო ავტომობილის მტვრიანი ფანჯრის მიღმა უკანა სავარძელზე გაშაშებული მზერა დაგენახა
ერთდროულად მილიარდობით სიცოცხლე შეწყდა. მილიარდობით აზრი დარჩა გამოუთქმელი, ოცნება აუსრულებელი, წყენა უპატიებელი. ნიკოლაის უმცროსი ვაჟი ფერადი ფლომასტერების დიდ ნაკრებს თხოვდა. გოგონას ფიგურულ სრიალზე სიარულისა ეშინოდა. ცოლი რამდენიმე დღიან შვებულებაზე ოცნებობდა. ამ პატარ-პატარა ოცნებებმა თუ ვნებებმა მაშინ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა, როცა მოხუცმა გააცნობიერა, რომ თითოეული მათგანი უკანასკნელი იყო. ჰომეროს მოუნდა ეპიტაფია ამოეკვეთა. ერთი საერთო ეპიტაფია კაცობრიობის გიგანტურ სასაფლაოზე. შესაფერისი სიტყვების მოფიქრებისთვის კი ყველაზე შესაფერისი დრო ახლა იყო, როცა თავად მასაც არც ისე დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენოდა. ჯერ კიდევ არ იცოდა, რა თანმიმდევრობით დალაგდებოდა, როგორ შეაერთებდა ან რით გააფორმებდა სიტყვებს. მაგრამ ნამდვილად გრძნობდა, რომ მის მიერ შეთხზულ ისტორიაში ყოველი სასუფეველი დაუმკვიდრებელი სულისთვის მოიძებნებოდა ადგილი, ყოველი გრძნობისთვის, ცოდნის ყოველი მარცვლისთვის, რომელსაც ასე რუდუნებით აგროვებდა. თავად მისთვისაც სიუჟეტი ზედგამოჭრილი იყო. როდესაც ზემოთ გათენდება, ქვემოთ კი სავაჭრო დახლები გაეწყობა, ის აუცილებლად დაივლის მათ იპოვის სუფთა საერთო რვეულს. ბურთულიან კალამს და სასწრაფოდ დაიტანს ფურცელზე მომავალი რომანის ზოგად შტრიხებს, რამაც მირაჟივით გაიელვა მის თვალწინ, თორემ გაქრება და მერე ვინ იცის კიდევ რამდენხანს მოუწევს ბარხანის წვერზე ჯდომა. შორეული სივრცის ყურება და ოცნება, რომ ქვიშის მცირე მარცვლებიდან და გავარვარებული ჰაერიდან ოდესმე ისევ აიგება მისი სპილოს ძვლის კოშკი. დრო შეიძლება არც კი ეყოს. რაც უნდა ილაპარაკოს გოგონამ, მარადისობის თვალის ცარიელ ბუდეებში ყურება მოძრაობას გაიძულებს. თავისთვის ჩაიცინა მოხუცმა და წარმოიდგინა მისი მომშვილდული წარბები. ორი თეთრი სხივი გამხდარ მოღუნულ სახეზე, მისი დაკვნეტილი ტუჩები, ჩალასავით აბურდული თმა და კიდევ ერთხელ გაიღიმა. ჩაძინებამდე კი გაიფიქრა, რომ ხვალ ბაზარში კიდევ რაღაც უნდა ეპოვა. პაველეცკაიზე ყოველი ღამე მშფოთვარე იყო. აყოლებული ჩირაღდნების შუქი აქეთ-იქით აწყდებოდა მარმარილოს გაჭვარტულ კედლებს. ესკალატორის ქვეშ მსხვდომი ადამიანები ძლივს გასაგონად საუბრობდნენ ერთმანეთში. სადგური თავს იმკვდარუნებდა იმ იმედით, რომ ზემოდან თავს არ დაესხმოდნენ მტაცებლები, რომელთაგან ყველაზე ცნობის მოყვარენი მაინც იპოვიდნენ ღრმად ჩამალულ დარბაზს, იყნოსავდნენ ახალი ოფლის სუნს, ყურს მოკრავდნენ გულისცემას, იგრძნობდნენ ძარღვებში სისხლის მოძრაობას და დაბლა დაეშვებოდნენ. ჰომეროს ეძინა და პლატფორმის მეორე ბოლოდან შეშფოთებული ხმები ყრუდ აღწევდა მის გონებაში. ძილიდან საბოლოოდ ტყვიამფრქვევის ხმამ გამოაფხიზლა. მოხუცი წამოხდა და თვალებს დაჭყეტილმა დრეზინის იატაკზე თავის იარაღს დაუწყო ძებნა. ტყვიამფრქვევის გამაყრუებელ ხმას ერთდროულად რამდენიმე ავტომატის ჯერი შეუერთდა. გუშაგები ახლა უკვე განგაშის ნიშნად კი არა შიშისგან ღრიალებდნენ. არ ჩანდა ვის ესროდნენ ასე გააფთრებით, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო აშკარა იყო, რომ ჟაბნიდნენ მას. სროლაც აღარ იყო მწყობრი და მიზანმიმართული, არამედ მოუწესრიგებელი, საკუთარი ტყავის გადასარჩენად მებრძოლი ადამიანებისა. მოხუცმა ავტომატი იპოვა, მაგრამ ვერაფრით გაბედა დარბაზში გადასვლა. ნებისყოფა მხოლოდ იმაზე იყო, რომ დაეძლია დრეზინის დაქოქვისა და სადგურიდან გაქცევის სურვილი. დრეზინიდან ფეხი არ მოუცვლია. კისერი წაიგრძელა, რომ სვეტების ხშირი გისოსებიდან ბრძოლის ადგილი დაენახა. გუშაგები თავს იცავდნენ. მათი გინება და ყვირილი გულის გამგმირავმა კივილმა შეცვალა. ტყვიამფრქვევი დადუმდა. ვიღაცამ ერთი იღრიალა და ისე მოულოდნელად გაჩუმდა, თითქოს თავი მოაწყვიტესო. ისევ გაისმა ავტომატების ჯერი, ოღონდ ამჯერად უკვე დაგსაქსულად და კანტიკუნტად. კივილი ამჯერად ცოტა მოშორებით განმეორდა და ვიღაც ექოდ გაეპასუხა დრეზინის ახლოს. ჰომეროსმა ათამდე დაითვალა და აკანკალებული ხელებით ძრავა აამუშავა. ახლა დაბრუნდებიან მისი თანამგზავრები და მაშინვე მოსწყდებიან ადგილს. ეს ყველაფერი მხოლოდ მათთვის და არა საკუთარი თავისთვის. დრეზინა შეირხა, აღრჩოლდა, გახურდა. უცებ სვეტებს შორის რაღაცამ წარმოუდგენელი სისწრაფით გაიელვა. ქრებოდა და ჩნდებოდა იმაზე სწრაფად, ვიდრე გონებას მისი აღქმა შეეძლო. მოხუცი სახელურს ჩააფრინდა. ფეხი
გაზის საფეხურს დააჭირა და ღრმად ჩაისუნთქა. თუ დანარჩენები მომდევენო 10 წამის განმავლობაში არ გამოჩნდებიან. ის ყველაფერს მიატოვებს და გაუაზრებლად პლატფორმაზე გადავიდა და წინ თავისი არაფრის მაქნისი ავტომატი გაიშვირა. უბრალოდ უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ თავისიანებს ვეღარაფრით დაეხმარებოდა. სვეტს ამოეფარა და დარბაზში გაიხედა. უნდოდა ეყვირა, მაგრამ ჰაერი აღარ იყო. საშამ ყოველთვის იცოდა, რომ სამყარო არ შემოიფარგლება მხოლოდ იმური სადგურით, რომლებზეც სხვადასხვა დროს თავად ცხოვრობდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ მის საზღვრებს მიღმა შეიძლებოდა ასეთი მშვენიერება ყოფილიყო. კოლომენსკაია ბრტყელი და მოსაწყენი, მაინც მყუდრო და უმცირეს დეტალებამდე ნაცნობი სახლი ეგონა. ამაყმა ფართო, მაგრამ მცირმა ავტოზავოდსკაიამ ზურგი შეაქცია მას და მამას და საშას არ შეეძლოთ ამის დავიწყება. პაველსკაიასთან ურთიერთობის დაწყებამ კი სუფთაფურცლიდან შეიძლებოდა და საშას ძალიან უნდოდა, რომ ეს სადგური შეხვარებოდა. კოლომენსკაია უბადრუკი იყო, ავტოზავოდსკაია ზედმეტად მკაცრი. ეს სადგური კი ქალის აშენებულს გავდა, მხიარულსა და ქარაფშუტას. პაველსკაიას თავისი სილამაზე 10 წლების შემდეგაც კი არ დაეკარგა. აქ ცხოვრებლები ვერ იქნებიან სასტიკები და ბოროტები, გაფიქრობდა საშა. ნუ თუ მასა და მამას მხოლოდ ერთი მტრულად განწყობილი სადგური აშორებდა ამ ჯადოსნურ მხარესთან, ნუ თუ ის ერთი დღე იყო საჭირო და საკმარისი, რომ კატორღას გაქცეოდა და კვლავ თავისუფალი გამხდარიყო, ის შეძლებდა დაეყოლებინა თავგადაპარსული ორივენი თან წაეყვანა. მოშორებით გუშაგებით გარშემორტყმული კოცონით რთოდა. პროჟექტორის შუქი მაღალ ჭერს ანათებდა, მაგრამ საშას მათთან მისვლა არ მოუნდა. მას წლების განმავლობაში ეგონა ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებას მიანიჭებდა, მაგრამ ახლა ერთადერთი ადამიანი სჭირდებოდა, რათა გაეზიარებინა თავისი აღფრთოვანება, გაკვირვება, რომ სამყარო მართლაც 1/3 უფრო დიდია და იმედი, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება. ამიტომ საპირისპირო მიმართულებით წავიდა. მარჯვენა გვირაბში, რომელშიც ნახევრად შეჭრილიყო გაძარცული, მინებ ჩამტროული და კარგია მატარებელი. გოგონა შიგნით შევიდა, ვაგონები სათითაოდ დაიარა და შეისწავლა. ბოლო ვაგონში სასწაულებრივად გადარჩენილი დივანი აღმოაჩინა და ზედ შედგა. მიმოიხედა, სადაც წარმოედგინა, რომ მატარებელი მალე დაიძრობა და მოატარებს ადამიანების ჟირიამულით სავსე ახალ ნათელ სადგურებს. მაგრამ არც რწმენა იყო და არც ფანტაზია, რომ ადგილიდან დაეძრა 1000 ტონიანი რკინა. ველოსიპედის პედლების ტრიალისას ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო. საშასთან ერთად ვაგონიდან ვაგონში დახტოდა და ბოლოს პაველსკაიაზე მიმდინარე ბრძოლის ხმა დაეწია კიდეც მას. ისევ საშა წამოხდა და კისრის ტეხით გაიქცა სადგურისკენ, იქ სადაც ჯერ კიდევ შეეძლო რამის გაკეთება. ყველგან გაჩერებული პროჟექტორის შემინულ ჯიხურთანაც ჩამქრალ კოცონშიც და დარბაზის ცენტრშიც გუშაგების გაფატრული სხეულები ეყარა. ეს დანებებული, გასაქცევად გამზადებული მებრძოლების ცხედრები იყო, რომელთაც სიკვდილი შუა გზაზე წამოსწეოდა. ერთ-ერთი გვამისკენ დახრილიყო საშინელი, ავის მომასწავებელი ფიგურა. შორიდან ძნელი იყო კარგად გარჩევა, მაგრამ ჰომეროსი ხედავდა თეთრ გლუვ კანს, მოძრავი დიდი კისრითა და მრავალსახსრიანი ფეხებით. ბრძოლა წააგეს. ჰანტერი სად არის? მოხუცმა კიდევ ერთხელ გამოყო თავი და გაშეშდა. 10-ოდე ნაბიჯში კოშმარული არსება სვეტიდან ზუსტად ჰომეროსივით იჭყიტებოდა. თითქოს ეთამაშებოდა ან აჯავრებდა. 2 მეტრზე მეტი სიმაღლიდან დაყურებდა მოხუცს. ჩამოშვებული ქვედა ტუჩიდან რაღაც წითელის დიოდა წვეთ-წვეთა და მძიმე ყბას შეუჩერებლად ამოძრავებდა, თითქოს კევს ღეჭავსო. ჩაღრმავებული შუბლის ჩაყოლებაზე სიცარიელე ჰქონდა, თუმცა თვალების არ ქონა, სრულებით არ უშლიდა ხელს გადაადგილებასა და ბრძოლაში. ჰომეროსმა უკან დაიხია, სასახლეც ხელს არ უშვებდა, ავტომატი დუმდა. ქიმერამ გრძლად გამაყურებლად დაიკივლა და დარბაზის შუისკენ გადახტა. მოხუცი გაფოფხდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ვეღარაფერს მოასწრებდა, მაგრამ ურჩხულმა მის მიმართ რატომღაც ყველანაირი ინტერესი დაკარგა. მთელი მისი ყურადღება ახლა პლატფორმის კიდისკენ იყო მიმართული. ჰომეროსი მკვეთრად შეტრიალდა და მოულოდნელობისგან
ლამის გული გაუჩერდა. იქ საშა იდგა და გაშაშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. გაიქეცი, ჰომეროს ხრიალი აღმოხდა ყელიდან. თეთრი ქიმერა წინ გადახტა და ერთ ნახტომში გოგონას პირსპირ აისვეტა. საშამ დანა მოიღო, რომელიც საჭმლის მოსამზადებლად თუ გამოდგებოდა და წინ ისკუპა. საპასუხოდ ურჩხულმა ერთ-ერთი წინა კიდური მოუქნია. გოგონა ძირს დაეცა. დანა კი რამდენიმე მეტრზე გასრიალდა. მოხუცი უკვე დრეზინაზე იდგა, თუმცა გაქცევას აღარც ფიქრობდა. გაშმაგებული ტყვიან ფრქვებს ატრიალებდა და ცდილობდა მიზანში ამოიღო მოძრავი თეთრი სილუეტი. არ გამოსდიოდა. ურჩხული გოგონასაკენ მიიწევდა. ჰომეროს ეჩვენებოდა, რომ ეს არსება, რომელმაც რამდენიმე წუთში დაგლიჯა გუშაგები, ახლა ერთობოდა, კუთხეში მიემწყვდია ორი სუსტი არსება და დახოცვამდე ეთამაშებოდა მათ. აი უკვე დაიხარა საშასკენ. მოხუცი ვეღარ ხედავდა გოგონას. უცებ ურჩხული დაიკრუნჩხა, შექანდა და ღრიალით შემობრუნდა, რომ გაენადგურებინა ის, ვინც ხელი შეუშალა. სუსტი ნაბიჯით, ცალ ხელში ავტომატით მისკენ ჰანტერი მოიწევდა. მეორე ხელი მათრახივით დაეკიდა სხეულის გასწვრივ. ეტყობოდა, როგორ უჭირდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ბრიგადირმა ურჩხულს ჯერი დაუშინა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ურჩხული შეტორტმანდა, მაგრამ მალევე აღიდგინა წონასწორობა და ჰანტერისაკენ დაიძრა. ჰანტერს ტყვიები გაუთავდა, სასწაულებრივად აიცდინა უზარმაზარი სხეულის დარტყმა და სამართებელივით ბასრი მაჩეტე მთელი ძალით მოუქნია. ქიმერა ზედ დაეცა. თავისი სიმძიმით აღშობდა და ძვლებში ამტვრევდა დაჭრილ ბრიგადირს. ჰომეროს უკანასკნელი იმედი მეორე მხეცის გამოჩენამ მოუკლა. თავისიანის დაკრუნჩხულ სხეულთან გაჩერდა. ბრჭყალი თეთრ კანზე გადაუსვა, თითქოს მის გაღვიძებას ცდილობსო. მერე ნელ-ნელა ასწია თავი და უთვალებო მზერა მოხუცზე გადაიტანა. ჰომეროსმაც არ დააყოვნა. მსხვილმა კალიბრმა გაფრთა ქიმერა სხეული. გაუხრიტა თავის ქალა და მარმარილოს კედლების მსხრევა განაგრძო. მოხუცმა კარგა ხანს ვერ შეძლო დამშვიდება და დაკრუნჩხული თითების გაშლა. მერე თვალები დახუჭა. რესპირატორი მოიხსნა და გაყინული ახალი სისხლის ჟანგიანი სუნით გაჟღენთილი ჰაერი ჩაისუნთქა. ყველა გმირი დაეცა, ბრძოლის ველზე მარტო ის იდგა. მისი წიგნი ისე დასრულდა, რომ დაწყებაც ვერ მოასწრო.